ომლეტი ნიგვზით. Ძალიან რამე. 3 კვერცხი. რამდენი კვერცხი მაგდენივე კოვზი ნიგოზი. შესაბამისად 3 კვერცხი, 3 სუფრის კოვზი ნიგოზი, ერბო. მარილი გემოვნებით. დავიწყოთ. ავთქვიფოთ კვერცხი. რაოდენ ბანალურიც არ უნდა იყოს. ნიგოზი. დავამარილოთ გემოვნებით. ერბო. ერბო კვერცხი ყველაფერ ქვია. ერბო კვერცხს რაც უფრო დიდხანს ვქვევთ, ვქვიფავთ, მით უფრო ჰაეროვანი და ფაფუქი გამოდის. ეს არის მისი წესი. ნიგზით არ ვიცი, მაგრამ ზოგადად ძალიან უხდება რძე და ოდნავ წყალი. თუნდაც რძესთან ერთად. საერთოდ განსხვავებულ გემოს აძლევს. შეგვიძლია ან ორივე მხრიდან დავბრაწოთ, ან უბრალოდ დავაფაროთ ხუფი. ხუფს თუ დავაფარებთ, კიდე ამოვა. ეხლა რა უნდა ვქნათ? მართალია, უნდა დავაგემოვნოთ. ისეთი საინტერესო ფერია. არომატიც მინდა გითხრათ, რომ ძალიან მაგარი ომლეტი.